მამალაძე გამოვიდა ამ შეხვედრიდან ის ჩვენი სტუმარია თორნიკე გამარჯობა მადლობა რომ გვერთვებით ეს თქვენი პირდაპირი პირველი ეთერია რაც პატრიარქთან შეხვედრიდან გამოხვედით და რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადება თქვენი მედიისთვის ასეთია რომ რჩებით პოზიციაზე რომ უწმინდესი სრულ ინფორმაციას არ ფლობს რა შთაბეჭდილება დაგრჩათ რა იცის უწმინდესმა რა გითხრათ მან და შემდეგ უკვე ვისაუბროთ რა ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენ მას მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენ როდესაც ვზანდებოდით პატრიარქთან შეხვედრაზე, ამასთან დაკავშირებით პირადად პატრიარქს მოვხდი უდიდეს მადლობას. ჩვენი შევაფასებ მე პირადად ამ შეხვედრას დადებითად გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ჩვენი საუბარი შეწყვეტილი იყო და ჩემი პატრიარქთან უშუალოდ საუბარი და იმ მასალების მოხსენება რისი თქმაც მინდოდა შეეცადეს რომ გაეწყვიტათ ეს საუბარი. ვინ ცდილობდა თორნიკე კითხვებით დავაზუსტოთ. ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? მოდით ასე დავიწყოთ და ვინ ცდილობდა რომ შეწყვეტილიყო თქვენი საუბარი. აქედან გამომდინარე ჯერ დავასრულებ და გეტყვით იმას მე მაქსიმალურად შევეცადე და მივაწოდე პატრიარქს ის ინფორმაციები რა ინფორმაციების მიწოდებაც მინდოდა ამ შეხვედრას ეწრებოდა მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე იაკობი, მამა დავით ინჭარაული, მამა მიქაელ ბოთქეუელი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი და დაცვის რამოდენიმე წევრი უშუალოდ პირდაპირ მამა დავით ჭინჭარაულს ცდილობდა და ის პეზე იდგა და ის ზუსტად ჩემს უკან დგებოდა და ხელს მადევდა მხარზე და ცდილობდა რომ ჩემი საუბარი შეეწყვიტა ის ერეოდა ყოველ ჩემს მიმართვაში პატრიარქისადმი რომ მე გამეწყვიტა საუბარი და ის ჩართულიყო ამ საუბარში რაზეც მე პატრიარქს ვთხოვე და ვუთხარი რომ ამ შეხვედრას დიდი ხანი ველოდებოდი და თუ შესაძლებლობა იქნება დავასრულებდი რაზეც პატრიარქი მისმენდა მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრის ისინი მაინც ცდილობდნენ ბოლოს უკვე მეუფე იაკობი ცდილობდა თემაში ჩართულიყო და ასე რომ ვთქვათ ჩვენი ოჯახის პოზიცია არ დაფიქსირებულიყო მაქსიმალურად პატრიარქმა გამომდინარე მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად მამა გიორგის წინააღმდეგ ბრალდებებისა პატრიარქმა ჩვენთვის უმთავრესი რაც იყო პატრიარქმა დააფიქსირა მამა გიორგის მიმართ რომ ისევ და ისევ რომ მამა გიორგის ენდობა და მამა გიორგისგან ცუდი არ გაუგია პატრიარქმა დააფიქსირა ეს პოზიცია ზუსტად აი ეს ჩვენი შეხვედრის საუბარი იწერებოდა და გამომდინარე აქედან შეუძლიათ მათი ჩვენი საუბარი გაასაჯაროონ და პატრიარქის ის მონაკვეთიც გაასაჯაროონ რაც ეხლა ვიტყვი პატრიარქი ამბობდა რომ ეს ყველაფერი მამა გიორგის დანაშაულს კი არ მიუთითებს არამედ მიუთითებს იმას რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულია ეს ყველაფერი ბოროტ ადამიანებთან და მე მინდა რომ ეს ადამიანები გამოვლინდეს და იყოს გამოვლინდეს ის ადამიანები ვინც ამ საქართველოს დისკრედიტაციის უკან დგას ამ მომენტში ციანდის საქმე იგულისხმება თორნიკე ანუ პატრიარქმა თქვა რომ ეს მამა გიორგის დანაშაული კი არ არის მთელი ეს საქმე ციანდის საქმე ეს არამედ არის საქართველოს ეკლესიის მტრების ჩადენილი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ასეთი რამ თქვა პატრიარქმა ანუ ის ფიქრობს რომ დეკანოზი არ არის ამ საქმის ფიგურანტი მთავარი ან სულაც არ არის შესაძლოა დიახ, პატრიარქის სიტყვებს გიმეორებთ სიტყვასიტყვით. მე შევეკითხე და ვკითხე რომ პატრიარქ თქვენ უწმინდესობა ჩვენთვის მთავარი არის თქვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მან ისევ და ისევ განაცხადა რომ მე მამა გიორგისგან ცუდი არასდროს გამიგია, ეს არის მიმართული პირდაპირ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისაგან და იმეც ვიტოვებ რომ გამოჩნდება ის ადამიანები, ვინც ამ საქმის უკან დგანანო. ზუსტად ესეთი სიტყვებით გვითხრა და ეს არის ჩაწერილი მათ მიერ, რაზეც თავიდანვე გვითხრეს რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი გაასაჯაროონ და მოისმენს სრულიად საქართველოს იმ ჩანაწერებისგან გამომდინარე რაც თვითონ ჩაიწერეს. ასევე თქვენ გახდათ დეკანოზის მეუღლე და შვილები და დეკანოზის დედა, ანუ თქვენი დედა. როგორი იყო შეხვედრა მათ მიმართ პატრიარქის განწყობა, დამოკიდებულება, იქნება აი ამ დეტალებზეც გითხრათ?
დიახ, როდესაც შევედით თითოეულ ჩვენთაგანს მოეფერა პატრიარქმა, თითოეული ჩვენთაგანი დალოცა, განსაკუთრებით მოეფერა ბავშვებს და ამ ბავშვებთან განსაკუთრებით მოეფერა თავის ნათლურს, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის სახელს ატარებს ილიას, ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს მიმართ და პატრიარქი აფიქსირებდა იმ პოზიციას, რომ მე მსურს გამოვლინდეს ის ადამიანები, ვინებიც ამ საქმის უკან დგანან და ვინებიც ცდილობენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას. დააფიქსირა მან ისევე ვიმეორებ, რომ მამა გიორგისგან ცუდია რაც გამიგია და ეს არის მიმართული საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ. ზუსტად ესეთი სიტყვებით შემოიფარგლა პატრიარქი ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ რა უთხარით პატრიარქს? თქვენ რა ინფორმაცია მიაწოდეთ მიუხედავად წინააღმდეგობისა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ დავით ჭინჭარაულის და მეუფე იაკობის მხრიდან იყო წინააღმდეგობა, რომ თქვენ არ დაგესრულებინათ თქვენი ფრაზები და ეს ვთქვათ საუბარი. დიახ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, მაქსიმალურად შევეცადეთ მიგვეწოდებინა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციითაც შევედით თავდაპირველად ამ ყველაფერთან დაკავშირებით უწმინდესმა ყველაფერი მოისმინა, მაგრამ როდესაც უწმინდესი იწყებდა ამ თემასთან პასუხისგაცემას ან საუბარს, ცდილობდნენ რომ გადაეფარათ, ცდილობდნენ რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო არა პატრიარქის სიტყვებიდან დაფიქსირებული იყო ამ ყველაფერთან პოზიცია, არამედ მათი სიტყვებით, მათი საუბრებით, ასე რომ ვთქვათ, ეს პატრიარქს, ასე რომ ვთქვათ, ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ ზუსტად ასე იყო, აჩერებდნენ, ცდილობდნენ, რომ პატრიარქს არ ესაუბრა ბოლომდე და ცდილობდნენ, რომ პატრიარქი, როდესაც დაიწყებდა საუბარს, თავისი საუბარი გადაეფარათ და იწევდნენ თვითონ საუბარს და მეჩრებოდნენ მეც საუბარში, რაზეც არაერთხელ შენიშვნა მივეცი, ასე რომ ვთქვათ, და არაერთხელ ვთხოვე პატრიარქს. მაგრამ ამის მიუხედავად რა მოუხევით? რისი მოყოლა შეძელით? თორნიკე, რისი მოყოლა შეძელით? რისი მოყოლაც ჩვენ გვინდოდა ის? რისი მოყოლაც ჩვენ გვინდოდა თავიდანვე როდესაც ვითხოვდით რომ ადვოკატებთან ერთად გვინდოდა შესვლას ეს უთხარით რაზეც ისევ და ისევ მამა დავით ჭინჭარაულმა და იქ მდგომა პიროვნებებმა თქვეს რომ აქ არ არის სასამართლო, აქ სასამართლოს ვერ წავმართავთო. ამასთან დაკავშირებით მე ვუთხარი რომ როდესაც საქართველოს პროკურატურა იყო, მაშინ არ იყო სასამართლო, რაზეც არც ერთ მათგან სიტყვა პასუხი არ უთქვამს, რაზეც თემა გადაიტანეს და ცდილობდნენ იმ ძიმებ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვიწევდი საუბარს, ცდილობდნენ რომ ეს თემები ასე რომ ვთქვათ გავეჩუმებინეთ და უფრო მათთვის სასურველ თემებზე გვესაუბრა, რაც ასე რომ ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ დალოცვით რომელიც შემოიფარგლებოდა. თორნიკე, როგორ დასრულდა შეხვედრა, რა გითხრათ ბოლოს დამშვიდობებისას პატრიარქმა? ბოლოს პატრიარქმა ზუსტად ესეთი სიტყვები თქვა, ვილოცოთო პირველ რიგში, ვილოცოთო, რადგან გამოვლინდეს ის პიროვნებები, გამოვლინდეს, ვინც ამ საქმის უკან დგანანო და ვინც ასე რომ ვთქვათ დაიწყეს საქართველოს დისკრედიტაციაო, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას, რომლებიც ცდილობენო, ეს ვილოცოთო იმისთვის, რომ ეს გამოვლინდესო. გასაგებია, თუ იყო კიდევ საუბარი, რომ აი რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ მოხერხდება ასეთი შეხვედრა ან გამოძიების დასრულების შემდეგ ან უბრალოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. დიახ, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთხოვე პატრიარქს, რაზეც ისევ და ისევ მოგახსენებთ, რომ პატრიარქის პასუხამდე თვითონ გვეუბნებოდნენ, რომ აქ ადვოკატებს ვერ მივიღებთ, რადგან აქ სასამართლო არ არისო. არაერთხელ ვთხოვე პატრიარქს, რაზეც პატრიარქის პასუხამდე თვითონ მეუბნებოდნენ, რომ ასე რომ ვთქვათ, თვითონ პასუხობდე პატრიარქის ნაცვლად და მეუბნებოდნენ, რომ აქ ვერ მოხერხდება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ იურისტები, რაზეც მე ვუთხარი, რომ თქვენ პირადად ყავთ იურისტი, საქართველოს საპატრიარქოს ყავს იურისტი ედიშარ ქარჩავა, რომელიც ნასწავლი არის, ასე რომ ვთქვათ, იურიდიული განათლება აქვს და დაჯდეს და მასთან ერთად გავიაროთ თითოეული ეს დეტალები, რაზეც ასე რომ ვთქვათ, უარი თქვეს, რადგანაც მათ იციან, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინაშე ეს საბუთები რო წარსდგეს და განხილვა რო დაიწყოს, მათ ნათლად იციან, რომ ეს პატრიარქი სრულ ჭეშმარიტებას გაიგებს და მიხვდება ვინც არის ამ ასე რომ ვთქვათ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის უკან ვინც დგას.
დიდი მადლობა თორნიკე მამალაძეს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო დეკანოზის ოჯახის წევრის პირველი კომენტარები, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა პატრიარქს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პატრიარქის დეკანოზის ოჯახის წევრებთან, როგორც თორნიკე ამბობს, თორნიკე მამალაძემ პატრიარქს უთქვამს, სურს გამოვლინდნენ ადამიანები, ვინც ამ საქმის უკან დგას, ასევე დეკანოზის ძმა ამბობდა, რომ ცდილობდნენ შეხვედრის დამსწრე პირები საუბრის